საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ყოველ მეოთხე ადამიანს გადატანილი აქვს ჰეპატიტი და უმრავლესობამ ეს არის. ჰეპატიტი შეიძლება იყოს ინფექციით გამოწვეული, შეიძლება იყოს ალკოჰოლით გამოწვეული, მედიკამენტით გამოწვეული, რომელი ჯობია B თუ C ჰეპატიტი. პაციენტი ამბობს, რომ ბევრს არ სვამს, მაგრამ რომ ჩაეკითხები, ეს ძალიან ბევრია ყოველთვის. მოდიქით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხს ჰეპატიტის პროგრამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება მონიტორინგი, ანალიზები, ესეც პროგრამის ფარგლებში და მედიკამენტის უფასოდ გადაცემა. ჰეპატიტის ელიმინაციისგან განსხვავებით, მიზნები ცოტა განსხვავდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს კლინიკაში და ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა B ჰეპატიტზე, რაც სიახლეა. მთავარი კომპონენტი, ჩემი აზრით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანმრთელობის დღიურებს. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, B ჰეპატიტის ვირუსს და ჩვენი სტუმარი არის ექიმი ინფექციონისტი ქალბატონი მაია ბუცაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მაია, დიდი მადლობა მოგწონებისთვის და დროის დათმობისთვის. დღევანდელი საკითხი, რომელზეც გსურს რომ ვისაუბროთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოსთვის იგი წარმოადგენს დიდ გამოწვევას და პრობლემას და სანამ უშუალოდ B ჰეპატიტზე ვისაუბრებთ, მოდი მაყურებელს ავუხსნათ, რა არის ზოგადად ჰეპატიტები, რა განმასხვავებელი თვისებები აქვთ მათ და რატომ ერთიანდებიან ისინი ერთი სახელის ქვეშ. მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემით დაინტერესებისთვის. ჰეპატიტი სიტყვა ნიშნავს ღვიძლის ანთებას. ანუ ნებისმიერი ანთება ღვიძლის ამ სახელწოდების ქვეშ გვაქვს. ჰეპატიტი შეიძლება იყოს ინფექციით გამოწვეული, შეიძლება იყოს ალკოჰოლით გამოწვეული, მედიკამენტით გამოწვეული და ბევრი სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტი არსებობს. დღეს ჩვენი ფოკუსი, რადგანაც არის ძირითადად ვირუსული ჰეპატიტები, ამაზე შევჩერდები. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, გვაქვს A ჰეპატიტი, B, C, D, E, F, G. სულ რაღაც მაგალითად 20 წლის წინ მედიცინა მხოლოდ იცნობდა A და B ჰეპატიტს და ყველა დანარჩენს უწოდებდა არც A, არც B ჰეპატიტს. ახლა ჩვენ გვაქვს უკვე სახელდებულად რამდენიმე ახალი ჰეპატიტი და მოლოდინი იმისა, რომ კიდევ სხვადასხვა ჰეპატიტის ვირუსი აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, არსებობს. ამ ვირუსებს აერთიანებს ერთადერთი ის, რომ ყველა მათგანს შეუძლია ღვიძლის ქსოვილის დაზიანება. სხვა მხრივ, ესენი სხვადასხვა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვირუსების გადაცემის გზებიც განსხვავებული აქვთ ერთმანეთისგან, დამაზიანებელი შედეგიც განსხვავებული აქვთ, თვისებებიც, აი მაგალითად, A ჰეპატიტის ვირუსი არ ქრონიკულდება, ანუ ადამიანს როდესაც დაემართება, ის პრაქტიკულად აუცილებლად თითქმის 100%-ში უნდა განიკურნოს სრულად. B და C ჰეპატიტის ვირუსებს აქვს მაღალი ალბათობა იმის, რომ გაქრონიკულდეს, ანუ დარჩეს ადამიანთან ერთად და გამოიწვიოს სტაბილურად მიმდინარე ინფექცია. და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ მათ აერთიანებს ყველას ის, რომ შეუძლიათ ღვიძლის დაზიანება. საზოგადოების ნაწილი ხშირად ფიქრობს ხოლმე, რომ ჩამოთვლილი ჰეპატიტებიდან მაგალითად C ჰეპატიტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ იმიტომ, რომ C ჰეპატიტის გარშემო ცნობადობა უფრო მაღალია და B ჰეპატიტი თითქოს ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. რას ეტყოდით ამ ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ, რომ მხოლოდ C ჰეპატიტი არის მნიშვნელოვანი? ერთი სანამ ამაზე გადავალ, მინდა თქვა, რომ დღემდე დამკვიდრებულია ტერმინი ბოტკინის დაავადება, რომელსაც ხშირად ახსენებენ პაციენტები. ბოტკინის დაავადება აღარ არსებობს ეს ტერმინი კლასიფიკაციაში, თუმცა ერქვა A ჰეპატიტს. ამიტომ, როდესაც პაციენტს დიაგნოზს უსვამთ, ხშირად იოცებენ და ამბობენ, რომ ბოტკინი არ მქონია. და ამიტომ მინდა გავმარტო, რომ B და C ჰეპატიტი არაფერ შუაში არ არის ამ ტერმინთან, ზოგადად ეს ტერმინიც აღარ გამოიყენება. რაც შეეხება თქვენ კითხვას, კი ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ უკვე 10 წელია ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს და აქცენტირებულია ეს დაავადება. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საქართველოში, თან ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ მსოფლიოში გავრცელებით პირველ ხუთეულში იყო ჩვენი ქვეყანა და 2015 წელს იმიტომაც დაიწყო ეს პროგრამა და თუმცა თავიდან ცნობიერება C ჰეპატიტზეც დაბალი იყო, ძალიან სტიგმატიზებული იყო ეს დაავადება. ახლა ნელ-ნელა ამ მიმართულებით განათლება მუდმივად მუშაობს და ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენს ამას ვემსახურებით. რაც შეიძლება ხშირად უნდა ხდებოდეს ამ მესიჯების გამეორება და C ჰეპატიტზე მეტნაკლებად მივახციეთ ინფორმირებულობის ნორმალურ დონეს, თუმცა აქაც ბევრია სამუშაო. B ჰეპატიტზე ეს ახლა იწყება. ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის რა დაავადებაა და შესაბამისად ჯერ კიდევ წინ გვაქვს სამუშაო.
მაშინ რომ გამოვარტოთ მოდი ადამიანებს უბრალოდ რა არის ჰეპატიტი, რატომ ვაქცევთ ამ ხელოვნურ ყურადღებას, რა გადაცემის მექანიზმები მუშაობს და ასევე წეგან ახსენეთ თქვენ რომ ქრონიკული არ არის ჰეპატიტი, ჰეპატიტი როგორც ვიცით რომ არის ქრონიკული შემთხვევები, რამდენი პროცენტში ხდება დაახლოებით ინფიცირებულების ჰეპატიტის გაქრონიკულება და ამ მოვლენასთან როცა გვაქვს საქმე, ზოგადად ხშირად ხდება ხოლმე კითხვა, რატომ ხდება რომ ჰეპატიტი გაქრონიკულდება ხოლმე. ჰეპატიტის ვირუსი, როდესაც შეიჭრება ადამიანის ორგანიზმში, იწვევს მწვავე ჰეპატიტს. სიტყვა მწვავე არასწორად აღიქმება ხოლმე და თითქოს რაღაც სუძს და ძიმედ მიმდინარეს ნიშნავს. მწვავე შეიძლება საერთოდ უსიმპტომო იყოს. მწვავე უბრალოდ ქვია პერიოდს, ანუ ვირუსის შეჭრიდან 6 თვე. ქვია მწვავე ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება სიმპტომებით მიდიოდეს, ანუ ადამიანს დაემართოს სიყვითლე, ტემპერატურის მომატება, გულისრევა და ასე შემდეგ. შეიძლება ეს მწვავე პერიოდი სრულად უსიმპტომოდ წარიმართოს და ძალიან ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ჰეპატიტის ვირუსი იყო მის სისხლში. აქვე ვიტყვი სტატისტიკას, რომ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ყოველ მეოთხე ადამიანს გადატანილი აქვს ჰეპატიტი და უმრავლესობამ ეს არ იცის. ამ მწვავე პერიოდის შემდეგ უკვე ნაწილს ვირუსი დარჩება ქრონიკული ფორმით, ეს არის 5-10% და ნაწილის იმუნიტეტი განდევნის მას და გადატანილი ჰეპატიტის სტატუსი დარჩება, ასე ვთქვათ. ძალიან ხშირად პაციენტები ძალიან გულუბრყვილო კითხვას ვამე ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ასახსნელად კარგია, რომელი ჯობია, B თუ C ჰეპატიტი. და ამ კითხვას თუ გავუყვებით, შეიძლება რომ რამდენიმე ნიუანსით განვასხვაოთ, იმიტომ რომ რატომღაც ეს კითხვა ხშირად პაციენტებს აქვთ. მაგალითად, ჰეპატიტი, ასე ვთქვათ, ჯობია იმით, რომ უფრო მაღალი აქვს თვითგანკურნების მაჩვენებელი. თუ კი C ჰეპატიტის ვირუსი 80%-ში იწვევს გაქრონიკულებას, ჰეპატიტის ვირუსი მხოლოდ 10%-ში. უბრალოდ ჰეპატიტი უფრო გავრცელებულია, უფრო მეტ ადამიანს აქვს გადატანილი და შესაბამისად ის პატარა პროცენტიც, ვისთანაც ქრონიკული რჩება დაავადება, აბსოლუტურ რიცხვებში ბევრი გამოდის. გადაცემის გზებზე მეკითხებოდით, აი აქაც განსხვავებულია ეს ორი ვირუსი გადაცემის გზების მხრივ. ჰეპატიტის ვირუსი უფრო ადვილად გადამდებია, მაგალითად სქესობრივი გზით დედიდან ბავშვზე. ჰეპატიტის ვირუსს ნაკლებად ახასიათებს სქესობრივი გზით გადაცემა, სულ 2% აქვს და დედიდან ბავშვზეც დაბალია. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰეპატიტის ვირუსი გარემოში ძალიან გამძლეა. ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ვირუსია, შეუძლია წლები იცხოვროს ზოგი გარკვეულ ტემპერატურაზე და აქედან გამომდინარეობს ის, რომ მაგალითად ჰეპატიტის გადაცემის შემთხვევები ჩვეულებრივი საოჯახო კონტაქტებითაც შეიძლება და სამწუხაროდ ხშირად ერთ ოჯახში რამდენიმე ადამიანს აქვს ხოლმე, რომელთა შორის მაგალითად სხვა გზები არ არის გადაცემის, უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმის გარეთ შეიძლება ეს ვირუსი ზედაპირებზეც ცხოვრობდეს დიდხანს და დამაინფიცირებელი უნარი შეინარჩუნოს, დაზიანებულ კანზე ხშირი კონტაქტისას შეიძლება მოხდეს ინფიცირება, რაც არ აღინიშნება მაგალითად C ჰეპატიტის შემთხვევაში. ესე იგი, საყოფო ცხოვრებულ გზით გადაცემის შემთხვევები სწორედ იმიტომ არის უფრო ჰეპატიტის შემთხვევაში მდგრადია ვირუსის გარემოში, ხო? ძალიან მდგრადია გარემოში, კი. და დაახლოებით რო გითხრათ, არის თუ არა საჭირო დიდი რაოდენობით მოხვედრა ორგანიზმში ამ აგენტის, რომ ადამიანი ინფიცირდეს? არა, მცირე დამაინფიცირებელი დოზაც საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დაინფიცირდეს ადამიანი. მგონი მივადგეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ჩემი აზრით, ჰეპატიტის პროგრამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. როგორც ვიცით, თქვენ და თქვენი ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით ამ პროგრამაზე და მაყურებელს რომ ავუხსნათ, ზოგადად რა მიზნებს ისახავს ჰეპატიტის პროგრამა. დიახ, ჩვენ როგორც ვიცით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაისახა მიზნად 2030 წლისთვის ჰეპატიტების ელიმინაცია. და ჩვენი ქვეყანაც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, როგორც ვთქვით, უკვე მე-10 წელია მიდის და ჰეპატიტსაც შევუერთდით ახლა, თუმცა ეს პროგრამა ცოტა ადრეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გარკვეული ბარიერების გამო, როგორც იქნა, ამ ზაფხულს გაეშვა. აქ მინდა გამომარტოთ, მართალია მას ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვია, მაგრამ ჰეპატიტის ელიმინაციისგან განსხვავებით მიზნები ცოტა განსხვავდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ ადამიანს ჰეპატიტი აქვს ქრონიკული, ის სრულად ვერასოდეს ვერ განიკურნება, ამიტომ ელიმინაცია ცოტა პირობითია, მისი სრული აღმოფხვრა შეუძლებელია უბრალოდ ყველა ის ადამიანი, ვისაც ჭირდება მკურნალობა, თუ იქნება მკურნალობაზე, ყველა ის ადამიანი, ვისაც ვაქცინაცია ჭირდება, აიცრება, ვირუსის ტვირთი საზოგადოებაში მკვეთრად შემცირდება და ეს არის მიზანი ელიმინაციისაც და ამას უნდა მივახციოთ ჩვენც 2030 წლისთვის.
პროგრამა მიზნად ისახავს სკრინინგს, საყოველთაო სკრინინგს, ანუ ბ-ჰეპატიტზე გამოკვლევას ყველა ადამიანის უკვე აღარ არის აქ ლაპარაკი რისკის ჯგუფებზე. აქამდეც იყო სკრინინგი, მაგრამ მიზანმიმართულ რისკის ჯგუფებზე. ახლა ლაპარაკია საყოველთაო სკრინინგზე, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს კლინიკაში და ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა ბ-ჰეპატიტზე, რაც სიახლეა. ასევე პროგრამა მიზნად ისახავს იმ პაციენტებში, რომლებთანაც გამოვლინდება ბ-ჰეპატიტი, ანუ ქრონიკული ფორმით და ამისთვის მინიმუმ 6 თვიანი შუალედით 2 დადასტურებული პასუხი უნდა არსებობდეს, რომ ადამიანს აქვს ბ-ჰეპატიტი, რაც უკვე ნიშნავს, რომ მას აქვს ქრონიკული ფორმა და თვითგანკურნება აღარ მოხდება. ასეთ ადამიანებში ხდება მერე უკვე სხვა კვლევების ჩატარება, რომლითაც ხდება შეფასება თვითონ ვირუსის აქტივობის, ღვიძლის დაზიანების ხარისხის და ასე შემდეგ. და აქ უკვე გამოიკვეთება ის ქვეჯგუფი, რომლებსაც ჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა. აქაც აი განსხვავებით ჰეპატიტისგან, როდესაც ყველა ადამიანს ვისთანაც ვირუსი მრავლდება, უნიშნავთ მკურნალობას. აქ ცოტა განსხვავებულია, ნიშნავთ გარკვეულ ჯგუფებში, ანუ ვინც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, სადაც აუცილებლად უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყება. იმიტომ რომ მე რაც ვახსენე, ჰეპატიტის მკურნალობა არ არის რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, ეს არის უვადო და თუ დაიწყო ადამიანმა მკურნალობა, დღეის მდგომარეობით მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს მედიკამენტი. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან მედიცინაში გაჩნდება ისეთი მედიკამენტიც, რომელიც სრულ განკურნებას მიაღწევს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ასე. იმ ადამიანებში, ვისთანაც ჩაითვლება ექიმის მიერ, რომ საჭიროებს ანტივირუსული მკურნალობის დაწყებას, უკვე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ დაიწყება ანტივირუსული მედიკამენტი და ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება მონიტორინგი, ანალიზები, ესეც პროგრამის ფარგლებში და მედიკამენტის უფასოდ გადაცემა. და მესამე მთავარი კომპონენტი, ჩემი აზრით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია. ჩვენ ვიცით, რომ მასიურად ვაქცინაცია ბ-ჰეპატიტზე საქართველოში დაიწყო 2002-2003 წლიდან, შესაბამისად მანამდე დაბადებული მოსახლეობა ფაქტიურად აუცრელი ყავს, გარკვეული გამონაკლისების გარდა და აი ამ ადამიანების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელი პროგრამის ფარგლებში, უბრალოდ სამწუხაროდ აი სურვილი და მზადყოფნა ძალიან დაბალია და აქ დიდი მუშაობა გვჭირდება, რომ თქვათ ცნობიერება გავზარდოთ და სურვილი გაუჩინოთ ადამიანებს ვაქცინაციას. გასაგებია. რამდენიმე კითხვა მექნება პირველ რიგში, პირველ ეტაპზე რომ ვისაუბროთ. თქვენ წინ ახსენეთ, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა, რომ ისე გადაიტანენ დაავადებას ვერ იგებენ, ან ისე არიან ტარებლები, რომ ამის შესახებაც არ აქვთ ინფორმაცია. აი, რაზე დაყრდნობით შეიძლება რომ მიმართოს სამედიცინო ცენტრს რიგითმა პიროვნებამ ბ-ჰეპატიტის სკრინინგისთვის. საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ანუ კარგია რომ პროგრამას მის ფარგლებში უკვე შესაძლებელია. ის რომ თქვა ჩვენ დავიწყოთ ფიქრი რომ გვაქვს თუ არა უფრო მაღალი რისკი, ანუ დამემართებოდა მე თუ არა და ამიტომ მაქვს თუ არა ესა თუ ის სიმპტომი, ეს ვერ მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე. ამიტომ აქ უფრო სწორხაზოვნად არის საკითხი. ნებისმიერმა ადამიანმა გარკვეული პერიოდულობით და ეს პერიოდულობა 6 თვიდან 1 წლამდეა უნდა იტაროს სკრინინგი. თუმცა თუ არის ვაქცინირებული, აღარ დაჭირდება შემდეგ ეს სკრინინგი. მაგალითად, ჰეპატიტზე რადგანაც ვაქცინა არ გვაქვს, ადამიანი სულ უნდა იტარებდეს პერიოდულად სკრინინგს. ბ-ჰეპატიტზე თუ ადამიანი აიცრება, შესაბამისად მერე უკვე სკრინინგის საჭიროებაც აღარ ექნება. გასაგებია, თანმიმდევრულად რომ იყვეთ, შემდგომ თქვენ ახსენეთ მედიკამენტი, რომელსაც ანტივირუსული თერაპიის ფარგლებში ვიყენებთ. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით მექნება უფრო მეტი კითხვა, როგორი მექანიზმით მუშაობს ეს მედიკამენტი? ჩვენ გვაქვს მაგალითად ისეთი მედიკამენტები, რომლებიც უშუალოდ ვირუსის განადგურებაზე მუშაობენ, როგორც ჰეპატიტის შემთხვევაში ვიყენებთ. თუმცა არიან მეორე ტიპის მედიკამენტები, რომლებიც უბრალოდ ბოჭავენ კონცენტრაციას ადამიანის ორგანიზმში ამათომე ვირუსის. ამ შემთხვევაში ბ-ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ როგორ მედიკამენტს ვიყენებთ, რა მექანიზმი აქვს მას და როგორი მოლოდინები უნდა გქონდეს მასთან მიმართებაში? ხშირად არასწორი მოლოდინი აქვთ პაციენტებს, გონიათ რომ ბ-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გაჩნდა რაღაც ახალი მედიკამენტები, რომლებიც სრულ განკურნებას გამოიწვევს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. პროგრამა ითვალისწინებს აქამდე უკვე კარგად ცნობილი და გამოყენებული მედიკამენტის უბრალოდ პაციენტისთვის უფასოდ მიცემას. ეს პრეპარატი, ანტივირუსული მედიკამენტი, ორია საქართველოში რეგისტრირებული, დიდი ხანია ისედაც გამოიყენება პაციენტებში, უბრალოდ სამწუხაროდ ფინანსური შეზღუდვების გამო მცირე ნაწილი იტარებდა აქამდე. მისი ამოცანაა ვირუსის კონცენტრაცია დათრგუნოს პრაქტიკულად ნულამდე და ჩვენ 6 თვეში ერთხელ მონიტორინგს რო ვუტარებთ, ხედავთ ამ შედეგს, რომ ნამდვილად ნულია და შესაბამისად, როდესაც ვირუსის კონცენტრაცია დაყვანილია მინიმუმამდე,
ვირუსის მიერ ღვიძლის დაზიანება აღარ მიმდინარეობს და ის მავნე შედეგი რის გვეშინია და არ გვინდა რომ დადგეს, ანუ ღვიძლის ციროზი და კიბო აღარ დგება. ეს არის მიზანი. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ მედიკამენტის მოხსნა ვერ ხდება, იმიტომ რომ მოხსნის შემდეგ ვირუსი კვლავ იწყებს გამრავლებას და თავის დამაზიანებელი ზემოქმედების განხორციელებას. მაგრამ დავაყოლებ, მედიკამენტი საკმაოდ უსაფრთხოა და ეს პაციენტებმა უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი რაღაც ახალი ტიპის ინიციატივებზე არის HIV და შიში. C ჰეპატიტის პროგრამამ ეს გამოიარა. B ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტი აქვე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უკვე დიდი ხანია გამოიყენება, ეს საერთოდ არ არის ახალი მედიკამენტი. გვერდითი მოვლენები მინიმალური აქვს და არ მიყვარს ხოლმე არითმეტიკა არ არის და არა აქვს ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ პრაქტიკულად არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი უკვე 8-10 წელია და მეტი მკურნალობს, მათ შორის საქართველოშიც და იტანს არაჩვეულებრივად და კარგი ის აქვს, რომ რეზისტენტობა აქვს ასევე ძალიან დაბალი, ანუ მედიკამენტის მიმართ გამძლეობა ძალიან იშვიათი მოვლენაა და ამიტომ შვიდად და წყნარად ჩვენც და პაციენტებიც მივყვებით ამ მკურნალობას. გასაგებია მედიკამენტის მიღება და შემდგომ ამ პროგრამაში ჩართვა, როგორც თქვით, სიცოცხლის ბოლომდე არის და დაკავშირებული დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან, ანუ ადამიანის ცხოვრების სტილის ცვლილებას რამდენად მოითხოვს ამ პროგრამაში ყოფნა. ხო, აქ კარგი კითხვა ძალიან, იმიტომ რომ ხშირად ადამიანების ცნობიერებაში ასოცირდება, რომ თუ მე წამალს დავლევ, ამიტომ შემეზღუდება ეს. წამლის გამო არ ეზღუდებათ. იმიტომ რომ ადამიანს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი, უკვე ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ როგორ რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანმა ასე უნდა იცხოვროს, მაგრამ განსაკუთრებით ვისაც ქრონიკული ჰეპატიტი აქვს, ჯანსაღი ცხოვრების წესით. ანუ უნდა შეზღუდოს მინიმუმამდე ალკოჰოლი, უნდა მოერიდოს ზედმეტი მედიკამენტების გამოყენებას, რაც საქართველოში სამწუხაროდ პრობლემაა, ფიზიკური აქტივობით უნდა იყოს დაკავებული, ჯანსაღი კვება. ეს იმიტომ არა რომ ის მედიკამენტია, ეს იმიტომ რომ მას აქვს ქრონიკული ჰეპატიტი. თორე ის რომ მედიკამენტს დაიწყებს და ამიტომ შეეზღუდება, ეს ასე არ არის და ეს სხვათა შორის ძალიან ბევრი პაციენტისთვის ბარიერია ხოლმე მკურნალობის დაწყებას, იმიტომ რომ თვლიან რომ ამიტომ შეეზღუდებათ. ამიტომ არა, ის ისედაც ნიშნავს რომ შეზღუდულია. ცხოვრების წესს პრაქტიკულად არაფერს არ ცვლის, ადამიანი დღეში 1 ტაბლეტს იღებს და 6 თვეში ერთხელ მიდის კლინიკაში და აგრძელებს ყველა თავის აქტივობას ჩვეულებისამებრ. გასაგებია, კარგი ამის გაგონება ალბათ. და ბოლო რაც ახსენეთ თქვენ, ვაქცინაცია იყო ისევ, ვაქცინაციას მიმართოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს არ დაუდასტურდება ხო B ჰეპატიტის ვირუსი და ვაქცინაც არ აქვს ჩატარებული. ადრე ამ პროგრამამდე იყო ასე, რომ ვაქცინაცია უფასო იყო მხოლოდ გარკვეული რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის. შეცვლის თუ არა, ეხლა ეს პროგრამა ამ ვაქცინაციის ფასს, ანუ უფასო იქნება ყველასთვის თუ მხოლოდ ისე რისკ ჯგუფებისთვის. ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იქნება, არის უბრალოდ. რა თქმა უნდა, რისკ ჯგუფები მაინც პრიორიტეტები რჩებიან იმ მხრივ, რომ მათთან უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა არ უნდა აიცვას, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ძალიან მაღალია გავრცელება, ხდის ნებისმიერ ადამიანს რისკ ჯგუფად. საკითხს აი ასე უნდა შევხედოთ. ამიტომ ვაქცინა საყოველთაოა და ყველასთვის არის. წერენ თქვენ ახსენეთ, რომ 2002-2003 წლიდან დაიწყო ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ამ ვაქცინის ეფექტურობას ხედავთ ეხლა ჩვენს მაგალითზე, რომ ამ პერიოდში დაავადებული თაობა, მათ შორის მეც ვარ თაობის წარმომადგენელი, ამ თაობაში ნაკლებად ხვდებით, თითქმის არ ხვდებით პრაქტიკულად აღარ არის B ჰეპატიტის ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა დადგენილი არის 1994 წელს დაინერგა პირველად ვაქცინა, მიუხედავად ამ ხელა ისტორიისა, მაინც დიდ ნებათაღელვას იწვევს ხოლმე ამ ვაქცინის ჩატარება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთვისაც არის სავალდებულო და თვითონ ვაქცინაციაზე რო ვისაუბროთ, მის ეფექტურობაზე, რა გართულებები შეიძლება ახლდეს მას და აქვს თუ არა უკუჩვენებები. კი, ზოგადად ვაქცინების მიმართ მოსახლეობის რაღაც ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება ახალი არ არის. B ჰეპატიტის ვაქცინამაც თავის დროზე სერიოზული პრობლემები გამოიარა და საქართველოში დანერგვა ძალიან რთული იყო მისი. ბევრი რაღაც ისეთი რამ ბრალდებოდა, რაც შეუძლებელია იყოს ამ ვაქცინის ბრალი. COVID-ის საწინააღმდეგო ანტივაქსერულმა კამპანიამ სერიოზულად დააზიანა ყველა სხვა ვაქცინის მიმართ ნდობა, მათ შორის B ჰეპატიტის ძლივს ნდობა მოპოვებული ვაქცინის. მინდა ვთქვა, რომ B ჰეპატიტის ვაქცინა აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ვაქცინად, იმიტომ რომ ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა, ეს არ არის დახოცილი ვაქცინა და საერთოდ ეს არ არის მიკროორგანიზმი. ეს არის ვირუსის ერთ-ერთ ნაწილაკთან მიმსგავსებული
ხელოვნურად სინთეზირებული ფრაგმენტი, რომელიც დიდი რაოდენობითაც რომ შეუყვანო ადამიანს ჰეპატიტს ვერ გამოიწვევს, იმიტომ რომ თვითონ ვირუსი არ შედის ორგანიზმში არანაირი სახით. და ხშირად პაციენტებს აი ამ მაგალითს ვაძლევ ხოლმე და მე ფიქრდებიან, რომ ყველა ადამიანს ყავს ან შვილი, ნათესავი, მეზობელი და ასე შემდეგ, ვიღაც მაინც ყავს ისეთი, რომელიც ახალშობილობაში 3 კილო რომ იწონის ასეთი ბავშვი იცრება იმ ვაქცინით, რომელზეც მოზრდილი ადამიანი აცხადებს უარს. და ამის გაცნობიერება ძალიან ეხმარება ადამიანებს, დაფიქრდებიან ხოლმე, რომ მართლაც მათი ჩვილი ბავშვი და შემდგომში კიდევ 3-ჯერ წლამდე ასაკში იმავე ვაქცინაზე მოზრდილი ადამიანი რაღაცა ირაციონალური შიშების გამო აცხადებს უარს. ანუ ეს ხშირად უნდა გაუმეოროთ ადამიანებს, რომ დაფიქრდნენ. ყველაზე გულსაყრელი ის არის, როდესაც ჯანდაცვის მუშაკები ამბობენ უარს და ცდილობენ სხვადასხვა გზებით ამ ვალდებულებას შემოუვარონ და ზოგი ალერგიას იმიზეზებს. არავითარი ფონი არ არსებობს, რის გამოც უარი უნდა ვთქვათ ბ ჰეპატიტის ვაქცინაციაზე. ორ სულ ქალშიც კი არ იკრძალება, თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად უსაფრთხო ვაქცინაა. არც ალერგიული რეაქციები არ არის ამის წინააღმდეგ ჩვენება, არც ქრონიკული დაავადებები. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება აიცრას. ასევე ერთი კითხვა ხოლმე ხშირად, რომ თუ გადატანილი აქვს ადამიანს ბ ჰეპატიტი, შეუძლია თუ არა აიცრას. გადატანილი კი არა, მწვავე ბ ჰეპატიტიც რომ გქონდეს, ვაქცინა ვერაფერს ვერ დაგვიშავებს. უბრალოდ რა თქმა უნდა, თუ ბ ჰეპატიტი ან ახლა გვაქვს, ან გადატანილი გვაქვს, ეს ვაქცინა უბრალოდ მიზანს კარგავს, აზრი არ აქვს, თორე დაშავებით ვერაფერს ვერ დააშავებს. ამიტომ აქ არის ორი გამოსავალი. ან ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ანტისხეულების ტესტი და გაიგოს გადატანილი აქვს თუ არა და მაშინ მას ეს ვაქცინა უბრალოდ აღარ ჭირდება, თორემ კიდევ ვიმეორებ, თუ ამ ტესტს არ ჩაიტარებს და პირდაპირ აიცრება, ეს არაფერს არ დააშავებს საერთოდ. წინასწარი გამოკვლევები, როგორც ხშირად ახსენებენ ხოლმე ვაქცინაციისთვის, სავალდებულო არ არის. სავალდებულო დიახ. და სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება იქნება გამომდინარე, ბ ჰეპატიტის ვაქცინა განსაკუთრებული კუთხითაც, რომ ეს არის პირველი ვაქცინა, რომელსაც ვიყენებთ კიბოს წინააღმდეგ. მას მოყვა შემდგომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც საშუალო სმოსყელის კიბოს ასაცილებლად ვიყენებთ და ღვიძლის რაც არის ყველაზე დიდი გართულება ბ ჰეპატიტის, მის აცილებაში გვეხმარება. თქვენ როგორც ახსენეთ, არ არის სავალდებულო წინასწარი გამოკვლევები ამ ვაქცინის ჩასატარებლად, თუმცა იმისთვის, რომ უშუალოდ ბ ჰეპატიტის პროგრამაში ჩავერთოთ, არის თუ არა საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება და შემდგომ ვაქცინაცია. დიახ, პროგრამა ითვალისწინებს ჯერ სკრინინგს, ანუ ჩატარებას ბ ჰეპატიტის სკრინინგს და შემდეგ თუ არ აღმოჩნდა, შემდეგ ვაქცინაციას. ეს რაღაცნაირი ლოგიკური თანმიმდევრობა უბრალოდ და თანაც კიდევ ერთხელ სკრინინგის სტიმულაცია, რომ ადამიანს ჩაუტაროთ და მეორეც 3 დოზა ვაქცინის ზედმეტი ხარჯისგან თავის აცილება, იმიტომ რომ თუ ადამიანს უკვე აქვს ვირუსი, მისთვის აბსოლუტურად აღარ არის სასარგებლო ეს ვაქცინა, თორემ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დაშავებით ის არ დააშავებს. და ქალბატონო მაია ბოლოს შეჯამების სახით რომ რამდენიმე რეკომენდაცია მოგცეთ, როგორ დავიცვათ თავი ბ ჰეპატიტის ვირუსისგან და როგორ მოვიფრთხილდეთ ჩვენს ღვიძლს იქნება გამომდინარე ბ ჰეპატიტის ყველაზე რთულ გართულებას სწორედ ღვიძლის კიბო წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას მოგცემთ? რეკომენდაცია ისევ მაინც იწყება ვაქცინაციით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბედნიეროდ აი ამ რთული ვირუსის საწინააღმდეგო აი ასეთი ბერკეტი და იარაღი გვიჭირავს თავი ხელში და მერე უკვე სხვა სიფრთხილის ზომები რელევანტური ხდება თუ ადამიანი აცრილია, მაგრამ ზოგადად როგორც სისხლის გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის ზოგადი რეკომენდაციებია, არასტერილური ინსტრუმენტების არ გამოყენება, თუმცა ეს ინდივიდზე ნაკლებად არის დამოკიდებული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება, ორსულების სკრინინგი და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ მეორე მაინც ვაქცინა და ვაქცინა. რაც შეეხება ზოგადად ღვიძლის ჯანმრთელობას, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ალკოჰოლია, იმიტომ რომ ალკოჰოლის ის რაოდენობა, რასაც ვთქვათ, ჩვენ თანამიმულები მოიხმარენ და ამასთან არაცნობიერებენ, რომ ეს არის ჭარბი მოხმარება, იმიტომ რომ როგორც წესი ვთქვათ, პაციენტი ამბობს ბევრს არ სვამს, მაგრამ რომ ჩაეკითხები, ეს ძალიან ბევრია ყოველთვის და ღვიძლის ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ჰეპატიტის
თან ბრძოლა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგალითად ალკოჰოლის ზემოქმედება, მით უმეტეს ვირუსთან ერთად ალკოჰოლი ძალიან ბევრ გართულებებს იძლევა და ვირუსის გარეშეც ცალკე ალკოჰოლის აი ასეთი მასიური და ჭარბი მოხმარება ღვიძლის დაავადებების ძალიან სერიოზული მიზეზია და ამიტომ ამ ხრივ ყოველთვის სარგებლო მომენტით და მინდა რომ ადამიანები დააფიქრდნენ ალკოჰოლს როდესაც მოიხმარენ რამხელა რისკის წინაშე აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებით ღვიძლის მხრივ. ქალბატონო მაია, გადაცემის მექანიზმებიდან რომელი გესახებათ ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელი არის პროცენტულად ყველაზე ხშირი? გადაცემის გზები კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს არის სისხლის გზით გადაცემა, სქესობრივი გზით გადაცემა და დედიდან ბავშვზე, მაგრამ აქცენტს გავაკეთებ სქესობრივი გზით გადაცემაზე, იმიტომ რომ ჰეპატიტის ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა აღემატება ჰეპატიტისას მკვეთრად და ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელია არაერთი ადამიანია ისეთი, რომელსაც სხვა არც ერთი რისკ ფაქტორი არ აქვს და მხოლოდ შეიძლება ერთჯერადი დაუცველი სქესობრივი კონტაქტითაც კონდეს შეძენილი ეს ვირუსი. ამიტომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მოფრთხილება და თუ ვთქვათ მაინც შემთხვევით სქესობრივი კონტაქტები აქვს ადამიანს, ეს ადამიანები განსაკუთრებით აუცილებელია რომ აიცრან ჰეპატიტის წინააღმდეგ. დედიდან ბავშვზე გადაცემას რაც შეეხება, ესე ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, ამიტომაც ორსულების გამოკვლევა ხდება ჰეპატიტზე ყველა ორსულის და თუ დედას ჰეპატიტი აქვს, ახალშობილს უტარდება შესაბამისი პროფილაქტიკური თერაპია. დიდი მადლობა ქალბატონო მაია ამ უწურავი ინფორმაციისთვის. დღეისთვის ამით გემშვიდობებით. ჩაიტარეთ სკრინინგი და აიცეთ.